თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია გირჩიმეტი თავისუფლების წევრის გელა ხასაიასა და ვასილ ქერდიყოშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. ორივე მათგანი ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზეა ბრალდებული. პროცესზე დაზარალებული სტატუსის მქონე რამაზ ჩადუნელი დაიკითხა. გელა ხასაიასა და ვასილ ქერდიყოშვილს სწორედ რამაზ ჩადუნელზე ძალადობა ედებათ ბრალად. დაკითხვისას ჩადუნელმა თქვა, რომ ფიზიკური დაზიანება თამარ მეფის გამზირზე, ეგრეთ წოდებული დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ ორმა პირმა მიაყენა. მისი თქმით, მათ შორის კამათი მოხდა, თუმცა კონფლიქტის კონკრეტულ მიზეზზე ვერ ისაუბრა. როგორც ჩადუნელმა თქვა, იყო ნასვამი და არ ახსოვს კონფლიქტის საფუძველი. პროკურორის შეკითხვაზე ამოიცნობდა თუ არა თავდამსხმელებს დარბაზში ჩადუნელმა გელა ხასაიაზე ვერ მიუთითა, ხოლო ის თქვა, რომ მეორე პირი დაბალი იყო და შორტები ეცვა. დღეს ჩადუნელს კითხვა დაუსვა თავად ხასაიამაც. საუბრის აუდიო ჩანაწერი სოციალურ ქსელში ვრცელდება. მარტო გასულდა სიგნო. ფოტოები რო გამიხეს აღწნობაზე. მან სახის პოლიტიკას. აკადემიის პირველი მეტად ფაშა. ეს უბრალოდ ამბობს, რომ გახსოვთ ქართლის პერიოდында ისიც გახსოვთ, რომ გასაქმეს პერიოდიდან დაშვება. და მანამდე, როცა არაფერი არჩევდა გაზიარება, სულის უქეთო გახსოვთ, ის გამონდა მომისალი ლოგიკოსი. ასო ვიდოდა და არიშოდა საკეა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ 2025 წლის 1 სექტემბერს თბილისში თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე გელა ხასაიამ და ვასილ ქერდიყოშვილმა მოქალაქე რამაზ ჩადუნელს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენეს. ჩადუნელი საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი. პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე და პარტია გირჩიმეტი თავისუფლების წევრი გელა ხასაია მომხდარიდან თითქმის 1 თვის შემდეგ დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.